სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის გადახედე შენს ცხოვრების წესს და კვებით ჩვევებს. როცა ადამიანი მეტისმეტად ბევრ ნაჯერ ცხიმებს იღებს ცხოველური წარმოშობის საკვებთან ერთად, ამან შეიძლება მიგიყვანოს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის მომატებამდე და ცუდმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიების კედლებზე თრომბოციტების წარმოქმნა, რაც არც ისე სახარბილოთ აისახება ჩვენს სისწარღვებზე. კარგი ქოლესტერინი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და დადებითად მოქმედებს სისწარღვების კედლების მდგომარეობაზე. დაბალანსებული კვება დაგეხმარება ცუდი ქოლესტერინის დონის კონტროლში, კვების რაციონში კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდის ფონზე. ამიტომ იკვებე ჯანსაღად შეამცირე ცხიმიანი საჭმელები, გაზარდე უჯრედისის რაოდენობა რაციონში, მიიღე მეტი ცოცხალი, ხილი და ბოსტნეული. დაიცავი წყლისმის რეჟიმი, მიიღე დღის განმავლობაში ყველაზე მცირე 8 ჭიქა წყალი და ავარჯიშე კუნთები, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და ხასიათის გაუმჯობესებას.